ეს წუთია დასრულდა ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, სადაც განიხილეს ახკვეთის ღონისძიების შეცვლა, მას შეეფარდა პატიმრობა და 12 ივნისს დაინიშნა 12 საათზე მორიგის ხდომა. მე შევეცდები გამოველაპარაკო ადვოკატებს, რომლებიც იცავდნენ ნიკა მელიას უფლებებს. ბატონო გიორგი, რადიო თავისუფლებიდან ვარ, პირდაპირ ეთერში კვლავ. თქვენ იცავდით ნიკა მელიას. ელოდით, ამას გამოხატავდით კიდეც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იკითხებოდა. უბრალოდ თვითონ სასამართლო პროცესზე წარმოიქმნა ძალიან დიდი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, პრობლემა მოსამართლეებისთვის და პროკურორებისთვის, ვინაიდან ის რაც დაედო საფუძვლად დღეს ნიკას პატიმრობას, ეს არ იყო არც დამტკიცებული და ფაქტობრივად ვარაუდის დონეზე მიიღო მოსამართლემაც და პროკურორმაც ნიკას დაპატიმრების გადაწყვეტილება. ეს არის წმინდა წყლის პირის განზრახ უკანონო დაპატიმრება. კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა ნიკა გვარამიამ, ეს იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ადამიანის სისხლის სამართლებრივი საკითხი. სულიც მიგვაჩნია, რომ არასწორი განმარტება აქვს სასამართლოს მიცემული, რომ ორ მუხს შორის, რა თქმა უნდა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მსუბუქს და შესაბამისად გააკეთეს აქცენტი, რომ ვინაიდან ადრე არის მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი კოდექსის მუხლი, რომელიც ანალოგიურ ქმედებას არეგულირებს, შესაბამისად მიენიჭოს გასაჩივრებას თუ აპირებთ. ეს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება სამწუხაროდ ეხლა მოკლებული ვართ ინსტრუმენტს გასაჩივრებას და განაჩენთან ერთად შეგვიძლია ყოველ გასაჩივრებას. დიდი მადლობა. უსმენთ ნიკა მელიას ადვოკატს და ახლა უკვე პროკურორთან გადავინაცვლებთ. Ოსაცფატის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ პოზიციას ნიკანორ მელიასთან, რომ იგი პრინციპულად ამიზნულად არ გადაიხდიდა გირაოს ნათია თათიაშვილი. ბრალდებულისგან, ნიკანორ მელიასგან 29 დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ პოზიციას, რომ იგი არ აპირებდა გირაოს ოდენობის გადახდას, არ თქვენებთ უზრუნველყოფას, მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს პროცესზე მოვისმინეთ, რაც უცხარის პოზიცია, რომ ბოლო 3 საათში იგი შეიცვლიდა პოზიციას და იგი გადაიხდიდა გირაოს ოდენობას, თუმცა შეეზღუდა ამის შესაძლებლობა. ბუნებრივია ეს იყო მისი პასუხისმგებლობისგან თავის ალიდების მცდელობა, საფუძველი იმისა, რომ ის ნაკლები კაცრაკოც ღონისძიება შეცვლილი იყო სახეზე იყო, ვინაიდან მან უგულებელ იყო სასამართლოს განჩინება. არ გადაიხდა და არ უზრუნველყო და არ შეასრულა მოსამართლის განჩინება. პირველი ეს არის საფუძველი, რომ ის საიდან ამტკიცებთ, რომ ეს არ შეეძლო, ის არ გადაიხდა ამას, იმიტომ რომ საკმაო რაოდენობის დრო ქონდა მაგას დარჩენილი 9 საათზე დააკავეს და 12-ზე იწურებოდა თანხის გადახდის ვადა. აი ერთი ამტკიცებთ, რომ ამის ვარაუდის საფუძველი არის ვარაუდზე დააკავეს. ვარაუდის ვინ რატომ დააკავა ამაზე შესაბამისი ორგანო გააკეთებს ალბათ განცხადებას და მიმართავენ ალბათ შესაბამისი რეაგირებისთვის, თუმცა გავს გარემოებებს ჰქონდა ადგილი, რასაც თავად ნიკანორ მელია აცხადებდა, ამაზე შესაბამის სტრუქტურას უნდა მიმართავენ და შესწავლილ და შეისწავლონ ეს საკითხი ხომ. რაც შეეხება უშუალოდ გადახდას, ამას ვარაუდზე არ ვსაუბრობ. 29 დღე წეღან არ ვახსენეთ ყურადღებას, 29 დღის განმავლობაში იგი უარს აცხადებდა, რომ გადაიხდიდა სასამართლოს განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას. გასაგებია, მესმის თქვენი გიხადეთ ამას პასუხი კი ბატონო. მე დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარესაც შევახსენე საპროცესო კანონმდებლობა. ისევე როგორც თავად ბრალდებულს, ასევე მესამე პირს შეეძლო მისი სასარგებლოდ გადაეხადა გირაოს ოდენობა. კიდევ ერთი კითხვა დაგესვათ. ბოლო 3 საათი ეს რაც სასაცილო იყო. ორი კითხვა მაქვს, ერთი კითხვა დაგესვათ, ერთი ახკვეთის ღონისძიების თანხის გადახდაზე. ერთია რომ ამბობდა საჯარო განცხადებები იყო რომ არ გადაიხდიდა, რატომ არ წარმოადგენთ შესაბამისი მტკიცებულება. ანუ თქვენს ასე ვთქვათ მონაყოლს დაეხდნა მოსამართლე არ უთქვამს რომ მან პირადად ნახა ეს ვიდეო ჩანაწერი ეს მიმართა. მეორე საკითხი იგივე ამ საკითხს შეეხება იმას რომ ის ასევე ამბობდა რომ სასამართლოს ხდომაზე არ გამოცხადდებოდა. თუმცა გამოცხადა. ან თქვენთვის რატომ იყო სარწმუნო მისი ის განცხადება რომელშიც ამბობდა რომ არ გადაიხდიდა და რატომ არ იყო სარწმუნო რომელშიც ამბობდა რომ არ მოვიდა და სასამართლოს ხდომაზეც კი. სარწმუნოება არ სარწმუნოებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ფაქტის სახეზე იმას არ გადაუხდია გირაოს სასამართლოში არ მოვალო თქვა და მოვიდა. ეს პირველი თქვენს პირველ კითხვას რაც ეხებოდა. მეორე სასამართლოში არ მოვალ, საჯარო სივრცეში ავცელებდა, მას შემდგომ რაც თურმე პროკურორების გამოუცხადებულება გახდა მისი პროცესის გადადების მიზეზი, ხო? აქედან გამომდინარე, საჯარო სივრცეში მისი გავრცელებული პოზიცია
დაწყების დღიდან, როდესაც დაიწყო ათვლა 30-დღიანი ვადა, როდესაც დაიწყო ამის ათვლა, იმ დღიდან იგი ეცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა ის ხო საჯარო ინფორმაცია, მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ჩემი ვარაუდი და არგუმენტი ხომ არ იყო ეს სასამართლოს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის ტელევიზია. ერთი კითხვა კიდევ მექნება. ხომ არ გაგიმარტივოთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ საქმე, როცა დააკავა ის ადმინისტრაციული წესით. აი, თქვენი შეფასება როგორც პროკურორის, რადგანაც ეხება პირს, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე ქონდა დახძრული და რომლის მიმართაც დიდი მოლოდინი არსებობდა წინა გამოცდილებებით ყოველ შემთხვევაში, რომ აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიძლებოდა პატიმრობით. ეს კითხვა სრულად არასერიოზული და არ შესაბამისია. გითხავთ დღევანდელ პროცესს, დღეს სასამართლოში განიხილებოდა ნიკა ნორმელიას ბრალდების საქმე, რომელიც შეეხებოდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას და ახსნა განმარტების არ მიცემას. აქედან გამომდინარე, ვინ რა გაამარტივებს მეკითხებით. ანუ კავშირში არ არის ეს ორი საქმე, გუშინდელი დაკავება და დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე. შესაბამის მოუწყებამ გააკეთა განცხადება, რომ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავება. მე პროკურორს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენს მის მიმართ ბრალდების საქმეზე, სისხლის სამართლის საქმეზე მეკითხებით ადმინისტრაციული დაკავებას. დაცვისფარი აპელირებდა, რომ თქვენი მყოფებოდით არარსებულ სემინარზე ესე დაიწყო ყოველ შემთხვევაში პროცესი. ამის ნათლისებს გიხარით, თუ შეატო გადაიდო, საბრძანდებოდით და ოფიციალური დოკუმენტი წარმოდგინეთ სასამართლოს ცნობის სახით, რომ 2025 წლის 28 და 29 მაისს ტრენინგს, რომელიც გაიმართა გენერალურ პროკურატურაში ამის შესახებ ვისაუბრე პროცესზე უკვე და ესეც განხილვის თემა არ უნდა ხდებოდეს დღეს. ფოტოები ან ვიდეო თუ გაქვთ რითაც დაადასტურებთ რომ ტრენინგზე იყავთ, იმიტომ რომ ეს საკითხი წამოიჭრა სხდომაზე, რომ ანუ ეს დოკუმენტი შეიქმნა სწორედ ამ სხდომისთვის და არ ჩატარებულა მსგავსი ტრენინგი. აი თუ შეგიძლიათ რომ სერიოზულად მეკითხებით, ნიკანორმელია სერიოზულია, ყველა კითხვა სერიოზულია. ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, ეხლა თქვენც მეკითხებით და როგორ ვიტყუები არ ვიყავი, თუ რა სულისმოდ რომ კითხულობთ ადეკვატური კითხვა და გასაგებია, გავიგე კითხვა. ადეკვატურ პასუხს გცემთ, ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც მე დღეს აქ პასუხი უნდა გაგცეთ. ოფიციალური დოკუმენტი ცნობა წარვადგინეს სასამართლოში, რომელიც დაბეჭდილია გერბიან ფურცელზე და აწევს შესაბამისი პირი ხელს. რას მეკითხებით, რომ ვიყავით თუ არა ტრენინგზე, ეს არის დღეს განსახილველი საკითხი. ნორმელიას ბრალდების საქმიდან გამოსული პროკურორის საკითხები. არ არსებობს ტრენინგი, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, ადვოკატის მიერ დაჟღერებული პოზიცია, რომელიც ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ დღეს ეს კითხვა დაგესვათ თქვენ. ეს არის საკითხი, რის გამოც გადაიდო გუშინდელი სხდომა, ამიტომ ხდება კითხვა. და ლოგიკურია, თქვენც მზად ხართ, მომზადებული მოხვედით. რომ ვიყავი ტრენინგზე, ამას თუ მიმართავთ შესაბამის უწყებას, ამაზე პასუხს იქიდანაც მიიღებთ ალბათ და ბლანკიანი ფურცლის გარდა რამე არის, რაც ადასტურებს თქვენს ტრენინგზე ყოფნას? ალბათ იქნება, მე არ მაქვს პირადად. ფოტო, აი თქვენ თუ გახსოვთ, ფოტო გადაიღეთ, ვიდეო გადაიღეთ. არა, ხო გემახსოვრებათ ფოტო, საერთო ფოტო გადაიღეთ ტრენინგის შემდეგ. გასაგები ფოტოებს იღებს შესაბამისი უწყება, სადაც სტარტდება. ამიტომ გადაიღეს ფოტო? თუ აქვთ ეს ფოტოები, თქვენ გახსოვთ, ვინ ფოტოგრაფი იყო, გადაიღო ფოტო? იყო, შეგიძლიათ მიმართოთ და შესაბამის ფოტოებს ალბათ გაგიზიარებენ. კარგი, დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ ნიკა მელიას საქმის პროკურორს და კადრში ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც მობილიზებულები არიან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, სხდომათა ფოიეში, ასე ვთქვათ. მოლოდინი არსებობდა, რომ ნიკა მელიას დააკავებდნენ, ამაზე მიუთითებდა გარეთ პოლიციელების რაოდენობა და ასევე ფოიეშიც პოლიციელების რაოდენობა, ასევე ადვოკატების განწყობა და პროკურორის ასე ვთქვათ მოთხოვნა, რომ შეცვლილიყო შუამდგომლობა. გადაკეტილი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შემოსასვლელები. პოლიცია უშვებს ეზოში მხოლოდ იმ ადამიანებს, უშვებდა ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სასამართლოს სხდომა, ჟურნალისტები არ შეუშვეს თვითონ შენობაში კამერებით. ერთადერთი მედია იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც მისცეს მსგავსი უფლება. ახლა შეგახედებთ უკვე პოლიციელების რაოდენობას შეთხელებულა ამასობაში. სავარაუდოდ ეს არის იმის გამო, რომ ნიკა მელია გაიყვანეს სხდომათა დარბაზიდან, მას შემდეგ რაც მან წყალი შეასხა მოსამართლე შვანგირაძეს. ნიკა მელიას გამოხატავდა წინასწარ უკვე განწყობას, რომ მოსამართლე მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო მოსამართლემ. უკვე მეორე ნაწილი, როცა აცხადებდა მოსამართლემ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, იყო მოქალაქეებისთვის დახურული. სხდომათა დარბაზში შეგუშვეს მხოლოდ ჟურნალისტები და ადვოკატები, ასევე პროკურორები და დანარჩენი ნაწილი უკვე მოქალაქეების სხდომის დასრულებას და გადაწყვეტილების გამოცხადებას
უსწრდნენ დარბაზის მიღმა. აი ხედავთ უკვე თქვენ ნელა კადრში ჩდებიან პოლიციელები, რომლებიც განან თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკართან და ასე ვთქვათ ერთგვარი ბარიერი აქვს შექმნილი იმისთვის, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც ექნება ასე ვთქვათ სურვილი მარტივი გზით შეძლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შემოსვლა. კიდევ ერთი რაც დღეს ჩემთვის იყო ასე ვთქვათ თვალშისაცემი ჟურნალისტებისთვის გააკეთეს სპეციალური ჩანაწერების ციგნაკი, სადაც აღრიცხავდნენ საქალაქო სასამართლოში შესული ჟურნალისტების ვინაობას, ასევე უთითებდნენ პერსონალურ ყველა მონაცემს, რომელიც დატანილი არის პირადობის მოწმობაზე. ეს ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკრის მიღმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ახალ ამბავს რადიო თავისუფლების ვებგვერდზე radio.თავისუფლება.gr. მე კი ახლა დაგემშვიდობებით და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მუშაობდი ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი დროებით.